მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოვედი ასეთი სააჯარო გაშლით, მინდა გეკონტაქტებათ ძალიან მალე. პერიოდი თქვენ თვითონ აიღეთ და ვკითხოთ ჩვენ, ხო? ტაროს, მინდა გეკონტაქტებათ ძალიან მალე. პერიოდს იღებთ თქვენ თვითონ. ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი შიშები, კომპლექსები ჰქონდა, საკუთარ თავში ჩამოუყალიბებლობა ჰქონდა, გადაუწყვეტელობა ჰქონდა ამ ურთიერთობაში, ადამიანთან, რომელთანაც ძალიან დიდი იმპულსით და ვნებით დაიწყო ურთიერთობა, მაგრამ რაღაც ეტაპზე თქვენი ურთიერთობა დაინგრა, დასრულდა, გაურკვევლად და ვერ გაგეგოთ რატომ და რა როგორ მოხდა და რატო წავიდა ეს ადამიანი, ან რატო დაინგრა თქვენი ურთიერთობა ესე მოულოდნელად. ამ ადამიანს ძალიან რთული პერიოდები ჰქონდა ცხოვრებაში გამოვლილი, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი ტკივილი, შესაძლოა ადრეც წარსულშიც ოჯახის დანგრევა ჰქონდეს გადატანილი ამ ადამიანს. ადამიანი, რომელიც არის გრძნობების გამოხატვაში, ზოგადად ძალიან ისეთი ფრთხილი ადამიანი, უფრთხილდება თავის ემოციებს და გრძნობებს, თავის რესურსებს, ყველას არ უმჟღავნებს თავისი ნამდვილი ემოციების შესახებ, ჩემო ძვირფასებო, რას გრძნობს, როგორ გრძნობს, ამის შესახებ არც თქვენ არ იცოდით და არ გეუბნებოდათ რეალურად, ჩემო ძვირფასებო, ადამიანი, რომელიც არის შესაძლოა თქვენგან წასული ეხლა, კი, ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი არის თქვენგან წასული, რომ რაღაც პერიოდი სიმშვიდეში ეპოვა თავისი რეალური მიზანი და ჩამოყალიბებული იყო თავის გრძნობებში და ემოციებში, გარკვეული იყო, ამის გამო თქვენგან ეს ადამიანი არის ამ ეტაპზე წასული არის, ჩემო ძვირფასებო. და თქვენი ურთიერთობა გადის ძალიან დიდ კრიზისს, გარდამტეხ კრიზისს. ეხლა თქვენ ორივე სწავლობთ დამოუკიდებლად ცხოვრებას. ადამიანი, რომელიც ცდილობს, ესე იგი, როგორ არის, იცით, რომ ეს ადამიანი შეიძლება ადრე როგორ იყო, იცით, შეშინებული იყო ურთიერთობა რო დაეწყო ვინმესთან, როგორი ენერგიები მომდის, იცით, რომ როგორ შეხვდებოდა ამ ყველაფერს მისი მხრიდან საზოგადოება, აი ამ ნაბიჯებს მისი მხრიდან მოიწონებდა საზოგადოება, ოჯახის წევრები, თუ არა, აი ამ შიშებში იყო მუდმივად და ამ გაურკვევლობაში, აი ასეთი ადამიანი, რომელიც წესებს დიდ პატივს ცემს, ოჯახის აზრს, საზოგადოების აზრს, რა როგორ გამოჩნდება ზღვის თვალში, აი ამ ყველაფერს ითვალისწინებს, აწონ-დაწონის, ხშირად და ისე მოქმედებს ხოლმე და არა საკუთარი ინტერესების და რეალურად მისი გრძნობების გათვალისწინებით, ანუ ამ ყველაფერს უკანა პლანზე წერს და უფრო მეტად ითვალისწინებს სხვის აზრს, ემოციებს, ვის როგორ გაუხარდება, ვის ეთკინება, ან ვის გული დაწყდება, აი ამ ყველაფერს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე პირად მეზე ჰქონდეს ამ ადამიანს ორიენტაცია. აი ასეთი ადამიანი დაგეკონტაქტებათ, ჩემო ძვირფასებო, შესაძლოა ვიღაცასთან აქ მანძილი იყოს, შესაძლოა ეს ადამიანი თქვენზე ასაკითაც ბევრად უფრო დიდი იყოს, ან თქვენ იყოთ მასზე დიდი, ან ეს ადამიანი იყოს თქვენზე დიდი, ჩემო ძვირფასებო, ან ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული გამოცდილებით, შესაძლოა ეს ადამიანი ყოფილიყო წარსულში უკვე ქორწინებაში, კი, ჩემო ძვირფასებო, და მან შესაძლოა ბევრი ტრამვა გადაიტანა წარსულ ურთიერთობაში და იქიდან წამოსული არის ეხლა ამ ეტაპზე, მაგრამ ეს ყველაფერი მოქმედებს ზუსტად იმაზე, რომ ეხლა ეს ადამიანი
არის იმ ეტაპზე, რომ შეაშინა ახალმა ურთიერთობამ, ვერ გაერკვია ძველსა და ახალ გრძნობებში გარდამავალ ფაზაში გაიჭედა და უკან დაიხია ცოტა ხნით, რომ და არჩია, რომ საკუთარ თავში გარკვეულიყო, რომ თქვენთან უფრო მეტად სტაბილური მყარი ნაბიჯები გადმოედგა, რადგან თქვენ ხედავთ როგორც ძალიან ღირსეულ ქალს, საპატივცემულო ქალს, რომელსაც აქვს საკუთარი ღირსება და ფასი, საკუთარი ღირებულება ძალიან კარგად იცის თქვენაირმა ქალმა და ამ ადამიანისგან ასეთ ჩამოუყალიბებლობას და დანგრეულ ფსიქიკას, დანგრეული ცხოვრების სტილს, ყველაფერს, ამ ყველაფერს თქვენ მისგან არ მიიღებდით, ამიტომ ამ ადამიანს შეეშინა მისი მოუმზადებლობის თქვენთან მიმართებაში და ცოტა ხნით ამჯობინა, რომ ამ ყველაფრისგან თავის შორს დაეჭირა, თავისი საქმეებისთვის მიეხედა, თავისი ცხოვრების ძველი ბარგი უკან ჩამოეტოვებინა და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანი დაგეკონტაქტებათ თქვენ ძალიან მალე, ჩემო ძვირფასებო. ვიღაცასთან ეს შეიძლება ქმარიც იყოს, მეუღლე. ისევე ვისთანაც ადრე გქონდათ ურთიერთობა, მერე დაინგრა თქვენ შორის ურთიერთობა და ეხლა ეს ადამიანი შეიძლება ცდილობს, რომ ისევ აღადგინოს თქვენთან ძველი ურთიერთობა. კი, ესეთი ინფორმაცია მოდის ვიღაცისთვის, ესაც იქნება ეს არის ქმარი, ყოფილი თქვენი, შესაძლოა ვიღაცეებისთვის, თქვენი დაიჭირეთ, ჩემო ძვირფასებო, ვისთანაც ადრე ქორწინება გქონდათ. მერე თქვენ შორის ყველაფერი შესაძლოა დასრულდა, თქვენ ცხოვრებით ცხოვრობდით, მაგრამ ამ ადამიანმა დღემდე ვერ დაგივიწყა თქვენ დანაკლისს ძაფრად აღიქვავს და განიცდის, უთქვენოთ, როგორ არის, იცი, მუდმივ ძიებაშია და რესურსს ვერ პოულობს, ვისთანაც შეივსება ეს თქვენი დანაკლისი და ამიტომ შესაძლოა ეს ადამიანი ისევ დაგეკონტაქტოთ. თუ ეს თქვენი მეუღლე არ არის, ჩემო ძვირფასებო, მაშინ ეს არის ადამიანი, ვინც არის ჩამოყალიბებული. კი, ჩემო ძვირფასებო, ჩამოყალიბებული ადამიანი, შესაძლოა ვიღაცისთვის აქ ვიღაცას ქონდეს ამ ადამიანს ქონდეს თავისი ბიზნესი, ან მყარის შემოსავალი, სტატუსი, ხალხში ცნობილიც შეიძლება იყოს, ბევრი ხალხი რო იცნობს, ისეთი ადამიანი იყოს ეს ადამიანი, რომელიც სიტუაციას მართავს კულისებიდან, ანუ მაინც გაკვირდებათ, მაინც თქვენზე ფიქრობს, შეიძლება ეხლა თქვენ ურთიერთობაში არ ხართ და აღარ ხართ, რაღაც ეტაპი თქვენ შორის ეხლა დუმილი იყოს, მაგრამ ეს ადამიანი მაინც ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას და მაინც ამოწმებდეს შეიძლება თქვენ სოციალურ ქსელებს, რომ ვიღაცა ხო არ გამოჩნდა, ვიღაცა ხო არ არის მის ცხოვრებაში, ნამდვილად მე მელოდება, ჩემს მიმართ აქ, რაღაცა ეს პერიოდი შეიძლება ესეთი ის ქონდეს, რომ ეჭვიანობის პერიოდის რა, რომ რას ქვია ახლა მე მაინც ამ ადამიანისთვის მე ვარ თავარი კაცი, მე უნდა ვიყო, ესეთი ამბიცია აქვს და რას ქვია, სხვა არავინ არ უნდა, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს. და მეორე ვარიანტი, რაც განვიხილეთ, ეს შეიძლება იყოს ყოფილი მეუღლე, ვისთანაც თქვენ მკაფიო საზღვრები დააწესეთ თავის დროზე და ეს ადამიანი მაინც ვერ გივიწყებთ, მაინც ცდილობს რაღაცით შემოვიდეს ისევ თქვენ ცხოვრებაში აქტიურად და აქტიურად დაიკავოს ისევ თქვენ ცხოვრებაში ადგილი. მას არ ეთმობა საკუთარი ადგილი ვინმე სხვისთვის, ჩემო ძვირფასებო. ის ცდილობს, რომ საკუთარი ძველი ტკივილებისგან განიკურნოს და ფიქრობს, რომ თქვენთან ისევ ურთიერთობას აღადგენს და დაბრუნება უნდა აქტიურად თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი ხანი ფიქრობდა ეს ადამიანი, ძალიან დიდი ხანი იყო მარტო, ძალიან დიდი ხანი დუმდა თავის ემოციებზე, მაგრამ ეს პერიოდი სრულდება, ჩემო ძვირფასებო და ის იკრებს ძალას, გამბედაობას, იმარჯვებს თავის შიშებზე, თავის ეგოზე და თავის ჩამოუყალიბებელ
პიროვნებას თრგუნავს ჩემო ძვირფასებო და მასში იღვიზებს სრულიად ახალი გრძნობა და იმპულსები, რომ მან თქვენთან ურთიერთობა აღადგინოს და აღადგინოს ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და ჯანსაღი ფორმით, ვიდრე ამას მანამდე ჰქონდა ჩემო ძვირფასებო სახე და ფორმა. აი ასეთი იყო დღევანდელი საჯარო გაშლა. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, დამიკომენტარით, გამოიწერეთ ჩემი არხი და პირადი ინდივიდუალური გაშლებისთვის ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ ყველა საკონტაქტოს მე ავპინავ პოსტის კომენტარებში და ასევე პოსტის აღწერაშიც და მადლობა რომ მისმენდით. კარგ დღეს გისურვებთ.